გამარჯობათ. ეხლა ჩვენ გაჩვენებთ თუ რა ვარიანტები გვაქვს ტრიკაჩი კედლების აგების. პრინციპში როცა შევდივართ პროგრამაში, აქ გვაქვს აი ესეთი ოპცია, პამიშენია, ქვია მაგას, შევედით აქ, დავაწყაპუნეთ და გამოჩნდა და შევიდეთ ისევ აქ. ანუ აი აქ რო შევდივართ, გამოაქვს აი ესეთი ფორმა პამიშენიაში შევდივართ და გამოაქვს აი ესეთი ვარიანტები. წეგან ჩვენ რაც გამოგვიტანა იყო ლინეინა სცენა. ნუ აქ შეგვიძლია ისევ თუ ჩვენ ავირჩევთ, მოდი ესეთი რამ გავაკეთოთ, ჯერ ეს ავირჩიოთ 2850 სიმაღლე, ხო, აქ ავირჩიოთ 650, ხო? 6000 უпроსოეთ 500 და აქ ავირჩიოთ 180, აბატონო. აბატონო, აი ესე ლინეინა სცენა და ავირჩიოთ მოდით აი ეს ვარიანტი. აჰა. და უთხრათ დავაწყოთ OK-ს. შო გამოიტანა ესეთი კედელი რა, შენობის სუმა, კედლის სისქე როგორც მივუთითეთ 180 არის, კი ბატონო. და ნუ შეგვიძლია ეს მაგალითად აი ეს ზომა შევცვალოთ. აი აქ დავაწყაპუნებთ, ვაწვევით პრაბელს და გამოიტანა ეს ზომა 2500. ნუ ჩვენ თუ აქ შევცვლით და გავაკეთებთ 3000, ნახეთ. აქ უნდა უთხრათ უგოლ ფიქსიროვანი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს 90 გრადუსიანი კუთხე ეს ზომა რო შეიცვლება, უნდა იყოს დაცული. თუ არ იქნება, ამას თუ არ მოვნიშნავთ, აქ რას იზავს, იცით, მარტო ამ ხაზს დააგრძელებს და გამოვა ესეთი კუთხე გამოგვივა ამ ხაზიდან და ხაზის დაგრძელებიდან გამოდი. ამიტომ თუ ამას დაუფიქსირებთ, აქ რო უგოლ ფიქსიროვანი, OK-ს ვეუბნებით. აი ნახეთ, სწორად ჩამოიტანა 90 გრადუსიანი ჩამოიტანა. შევდივართ ახლა პროექტირებაში და აი, ნუ გამოიტანა აი ესეთი კედელი. ეხლა რეები გვაქვს აქ ჩვენ, ნუ ისრებს როგორც გინდათ, აი სადაც გინდათ რომ დაიწყოთ ავეჯის ალაგება, ისე ალაგებთ. ასევე შეგვიძლია აი აქ შევიდეთ და მოვნიშნოთ ამ მთლიანად ჩავწიოთ ეს, ან ამოწიოთ და აი ესეთი ისრები გავაჩინოთ, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ აი ესე შეგვიძლია ჩავწიოთ და პრინციპში დავიწყოთ აი ესე პროექტირება. თან თუ გვინდა რომ ეს ისრები გაქრეს, აი ამ წითელს ჩავაქრობთ და ყველა ის არის გაქრა და დავჭა ესეთი კედელი, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაალაგოთ ავეჯი. მე მგონი აქ ყველაფერი გასაგებია, გაუგებარი არაფერია. ერთი რამ მინდა კიდე განახოთ, რომ აი კედელს რო დავაწყაპუნებთ, ნახეთ, არის მივიღეთ აქ იისფერი ხაზი, ხო? კიდე ერთხელ დავაწყაპუნოთ და ვეუბნებით ეს არის ადნასტარონი, ანუ ცალმხრივი და თუ გვინდა რომ ორივე მხრიდან დავალაგოთ კედელზე, აქიდანაც და იქიდანაც ავეჯი, ვეუბნებით თუხსტარონი, გამოდივართ აქიდან და აი ნახეთ, ისიც გააკეთა იისფერი, ასე რომ ავეჯს როცა დაალაგებთ თქვენ, ხო? შეგიძლიათ იქიდანაც დაალაგოთ ავეჯი. მოკლედ ეს გადავიდეთ ისე ადნასტარონიზე, შტუკატურკა და ნუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეიტანოთ, დაბავიც აქვს, აი ანუ დამატება, როგორც კი დააწვევით, რაღაც გეკითხებათ ფაილის სახელს, საიდანაც შეგიძლიათ აქ გადმოიტანოთ ნებისმიერი ფერი, რაღაც მასალის, რომელსაც შემოიტანთ შემდეგ კედელზე და ასე შემდეგ. ნუ ამის გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ კედლის აგების აი ესეთი საშუალება რა. ანუ ეს რა არის? აი ცალკეული კედელი, მაგალითად, აღარ მინდა ესეთი კონფიგურაცია და მე მინდა ცალკეული კედლები, ხო? აქ არის ნიშაც, არის კოლონაც, მაგალითად, კოლონა შემიძლია წამოიღო დავსვა აქ. დავსვა აი აქ, ხო? შემიძლია წამოიღო კოლონა და დავსვა აი თუნდაც აი აქ, თუ მაქვს ესეთი, ან აი აქ დააჯდეს კოლონა. ნუ არ ვიცი ახლა ეს როგორ იქნება პროექტში, ნუ შუაში მდგომი კოლონა, კი ბატონო. ეს არის რა ხოდი ქვია მას, აი დავსვათ აქ. და ამის გარდა
მაქვს აი ესეთი კედელი, რომელსაც აი ვაგრძელებთ, თუნდაც აი აქ ესე. მივერთი ამას აი აქ ესე. თუნდაც დავაწევდი Enter-ს, წვერ ზომას 5600 არა 6520. ოკეი, შევამები. და ამ კედელს სისქე არ მიუთითე, ალბათ 180 უნდა იყოს მაგაც. მაგრამ მე შეგვიძლია მიუთითოთ სისქე და ჩამოვედით აი ამ კედლის გასწვრივ რა. კი ბატონო, აი ესე დავასწოროთ, ეს ერთხელში რო იყოს, კი ბატონო, აი ესე. აი ესე ერთხელში არის და ოკეი, აქ დავაწყაპუნეთ, Skype-ით ეს გავაკრეთ. ეხლა დავაწყაპუნე ამ კედელზე და აი აქ ჩავშვით დაუშვათ დვერი, ოკნა. აი აქ ჩავშვით კარები, სიტყვაზე ვთქვა და აქ ჩავშვით პანჯარა. აქ ჩავშვით აი ესეთი ღია პანჯარა, ორკარებიანი. და მე თვითოულს, როდესაც თქვენ დააწყაპუნებთ თუნდაც აი ამ პანჯარას აქ გამოგიტანთ, უпроსტოდ კარებს, გამოგიტანთ კარების ზომებს. შეგიძლიათ აქ შეცვალოთ 800 თუ არის დაწეროთ 900, აქ თუ არის სიმაღლე 2300. ოკეი, ესე უგნებით და ეს შეიცვალა ეს ზომა. გამოდიხართ და აქ შეცვლილი ზომებია. იგივე შეიძლება ითქვას აი ყველაფერზე რასაც დააწყაპუნებთ, შედიხართ იმ პოზიციაზე, თუნდაც აი აქ. აქ ნიშა არის, შეგიძლიათ აქაც 2300 გააკეთოთ, დაუშვათ აქ 1000 გააკეთოთ. ოკეი. მე მგონი გადავიდეთ პროექტირованიაში, ახლა და ვნახოთ რას მივიღებთ. კი ბატონო, აი ესეთი რამ მივიღეთ, ნებისმიერი ზომა შეგიძლია შეცვალოთ კოლონის სიმაღლე, კოლონა შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც რიგელი, იმიტომ რომ იქ განახეთ ახლა ბარემ ესეც ვნახოთ. თუ როგორ ხდება კოლონისგან დაუშვათ. აი რომ მივიღეთ ეს ხო, დაგერარი ვისაც და შემიძლია მაგალითად კოლონა გავაკეთო ესეთი რამ სიტყვაზე ვთქვა 300 იყოს სიმაღლე ხო კოლონის ნახეთ. მე შირინა 300 გლუბინა ლევა იყოს ესე, აი დაუშვათ იყოს 250. ნახეთ როგორ კონფიგურაცია. აი ნახეთ დაავიწროვა და მეორე მხარეც 250 უნდა იყოს. თუ რაღაც ცერად არის კოლონა, კი ბატონო ის და ვისათა ათზემლე 2800 ხო გვაქვს იქ ჩვენ, 2500 გავაკეთოთ. ვისათა ათზემლე 2500 გავაკეთოთ. აჰა. და მივიღეთ, აი ნახეთ როგორი რაღაც მივიღეთ. და ეს შეგვიძლია სიტყვაზე ვთქვათ, წამოვიღოთ აქედან, აი ესე აქ, აი აქამდე, თუ რიგელი თავიდან ბოლომდე გადის, ამის არ სწავლოთ ხელი და გამოწყელოთ ესე. მე გაჩვენებთ იმას, რომ თუ რიგელი გადის, როგორ შეგიძლიათ ეს რიგელიც გააკეთოთ. შო გადავედით პროექტირებაში და ვნახოთ რა მივიღეთ, აი რა მივიღეთ. მივიღეთ ასეთი რიგელი, რომელიც გადის კედელზე. მოკლედ აქ ზომები ისე უნდა მიუთითოთ, რომ ეს ზუსტად კედლის პირს გაუსწორდეს და მე მგონი სავსებით გასაგებია ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ ახლა. კი ბატონო, აი ესეთი კონფიგურაცია მივიღეთ ოთახის. ახლა თქვენ თუ გნებავთ, რომ ეს ჩამოწიოთ, აი აქ შედიხართ, ისევ აი ამას ესე ვაკეთებთ. და სიტყვაზე ვთქვათ, მინდა ჩამოწიო ეს კედელი, ეს, უბრალოდ ეს, დაუშვათ ეს. აი მოკლედ აი ესეთი რამ მივიღეთ რა. მე ეს შეგიძლიათ ისევ დააწვეთ ამისავს, გავაკროთ ეს ისრები, რომ ხელი არ შეგიშალოთ, რომ შემთხვევით არ დააწვეთ ისავს და არ ამოვიდეს კედელი მუშაობის დროს ხელი რო შეგიშალოთ. მოკლედ მე მგონი თქვენთვის ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ უნდა ავაგოთ კედლები, როგორ ჩავშვათ ფანჯრები, კარებები, ნიშა. აი ნიშა აქ არის, როდესაც შედიხარ დააწვევით ნიშასაც და შეგიძლიათ ნიშის ზომები შეცვალოთ. იქ არის იატაკი და რამდენზეა დაშორებული და ასე შემდეგ. ჩვენი პროგრამა არის, ასე ვთქვათ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რა თქმა უნდა, თარგმანი გვაქვს ქართულიც, რუსულიც და ინგლისურიც.
თუ თქვენ გნებავთ რომ ასე ვთქვათ შეცვალოთ და გადაიყვანოთ ინგლისურზე, აი მოკლედ აწვევით აი ამ ის აწკაპონებთ აქ, შედიხართ იაზიკ წერიაკ ლინგვა და დააყენებთ ინგლისურად. ნახეთ, ოკეი შეუგნებით და აქტივირებაც შეუგნებით, ოკეი და ვიიცი. ეხლა ჩვენ გამოვართ აქედან, შეუგნებით დავამთავროთ სამუშაო და ხელახლა ასე ვთქვათ ჩავთავთ პროგრამას და ნახავთ რომ ის ინგლისურზე იქნება გადართული. კი ბატონო, დაველოდოთ ცოტა ხანს. აი ნახეთ, всё, პროგრამა გვაქვს ინგლისურ ენაზე. ანუ ჩაოლებრივ გადავთეთ აი ინგლისურზე რა. ეხლა ისევ შევდივარ, გადავთავ რუსულზე. ოკეი, შეუნები, აქტივირებაც და ოკეი. და ბოლოს. მოკლედ, მე მგონი ყველაფერი გასაგებია და მე გემშვიდობებით, ალბათ კი არა, გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.